შეღებილი ფასადები, უამრავი შადრევანი, სხვადასხვა პარკი, ეგრეთ წოდებული კუნძულები, რედისონ სასივერია, იქვე მერიოტიც. ეს თბილისია, მიმზიდველია, რა თქმა უნდა. თუმცა ამ ქალაქშიც არის ბევრი ისეთი რამ, რითაც ნამდვილად ვერ ვიამაყებთ. დიახ, ესეც თბილისია, ხოლო ამჯერად თბილისი ზურგიდან. უკნიდან, ოდნავ მარცხნივ, ან სულაც პირდაპირ, სხვა კუთხით ყველაფერი სხვანაირად ჩანს. წითელი, ყვითელი, შავი, თეთრი, ვარდისფერი, ლურჯი, აქ ყველაფერი ფერადია, მაგრამ ფერადი ყოველთვის კარგს როდი ნიშნავს. თუ დღეისათვის თბილისის ცენტრალურ გამზირებს სისუფთავით შეუძლიათ იტრაბახონ, მათი პარალელური ქუჩები ნაგვისაგან იხუთება. პარალელური ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ჩვენი სირცხვილი ნაკლებად ჩანს და რაც არ ჩანს არ გვაწუხებს. თვალსმოფარებული პრობლემა კი მისი გადაჭრის გზა ნამდვილად არ არის. მით უმეტეს რომ ნაგავს ერთი თავისებურება ახასიათებს, ადრე თუ გვიანის მაინც ყროლდება. ეს ვაჟებშაველას გამზირია წინიდან. ეს კი უკნიდან. როგორც ჩანს, ქალაქის მერიას თბილისი მხოლოდ ფასადიდან უყვარს და ასეთივე ფასადური დამოკიდებულება აქვს თბილისში არსებული თითქმის ყველა პრობლემის მიმართ. ამას ჩვენს გარშემო მათი ინიციატივით წამოწყებული და შუაგზაში მიტოვებული სხვადასხვა პროექტიც ადასტურებს. მაგრამ არის კიდევ რაღაც, რასაც ვერც ქალაქის მერია და ვერც რომელიმე სხვა ორგანო მოაწესრიგებს. ამ რაღაცას ჩვენი, უბრალოდ თბილისელების ზრუნვა ჰქვია ჩვენივე ქალაქის სისუფთავეზე. ზრუნვა, რომელიც დღეს ასიაკლია თბილისს.